არჩილ მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. ნახეთ გამარჯობა, გესმით ხო ჩემი ხმა? კი, მესმის, მეც მოგესალმებით. მოგესალმებით. რა არის თქვენი მთავარი სათქმელი ხვალინდელი დღისთვის? ხვალ არის დიდი შეკრება ევროპის მოედანზე და დღეს ნახეთ, რაზეც ისაუბრეთ, ყველა თქვენგანმა ითქვა, რომ თუ გაჩერდება ქვეყანა. რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესს უყურებენ? იცით რა, ძალიან რთულია ესე უთხრა ადამიანს, რომელიც ამ პროცესს უყურებს და არაფერს არ იმჩნევს, ხო? მე ძალიან გული მტკივა და საშინლად ხვდები, როცა შემხვდება ხოლმე ან წამიკითხავენ რაღაცა პოსტს ან კომენტარს ამ ზეამაღლობელის ამბავთან დაკავშირებით, რომ პრობლემის გადაჭრა თურმე არის ის, რომ ჭამოს და ვინ დაუშალა, ხო? ადამიანი და რომელიც ესეთ რაღაცას წერს, როგორ გითხრათ, რაღაცა უსაშველოა უკვე. იმიტომ რომ ის ვერასოდეს ვერ იქნება თავისუფალი, ვერასოდეს ვერ მიხვდება რა არის პრინციპი, რა არის პრინციპული ადამიანი საერთოდ და რა არის მოქალაქე, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ ჭამოს მერე რა. როცა ამას იმეორებს, თქვათ, მამუკა მდინარაძე, ის ამას შემთხვევით არ აკეთებს და სულ რაღაც ცოტა ხნის წინათ მამუკა მდინარაძე ამას არ იზავდა, იმიტომ კი არა, რომ უკეთესი ადამიანი იყო მაშინ. უბრალოდ რაღაცა ქცევის წესებს დაიცავდა, მაშინ ესე იყო საჭირო. ახლა კიდე მე პირადად თვალს ვადევნებ, რომ ის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც უპრიათ ესე ვთქვათ, ნომინალური ძალაუფლება ჩვენ ქვეყანაში აქცენტს აკეთებენ ადამიანების ყველაზე შაუბნელ გზნობებზე, მათ გაღვივებაზე და რაღაცნაირად მაშინ შევყავართ რა. შევყავართ და ჩიხი ვართ ისედაც, მაგრამ აბსოლუტურად უპერსპექტივოდ ტოვებენ ჩვენ საზოგადოებას. იმის პერსპექტივის გარეშე, რომ ჩვენ მართლა საზოგადოებად ვიქცეთ, ნორმალურ ქვეყანად ვიქცეთ, ამიტომ აუცილებლად გასაპროტესტებელია ეს ყველაფერი და აი ეს ადამიანები, რომლებიც აი ადამიანები არიან, არ არიან უსაშველოები, ხო? რაღაცნაირად ისინიც გონს უნდა მოეგნონ რა, იმიტომ რომ ამ ქალის მაგალითი, ამ ერთი ნონკონფორმისტი ადამიანის მაგალითი რაღაცნაირად საკმარისი უნდა იყოს რა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავისუფლება მას, თავისუფლება სხვებს, ჩვენ დღეს ავგან სადიგოვზეც ვილაპარაკეთ, ეს კიდე სხვა ამბავია და სხვა დონის ტრაგედია კიდე, როდესაც რაღაცნაირად ეს ადამიანი თითქოს არ შემჩნეული ყავს და მისი უძელესი შიმშილობა და ტანჯვა. აი ეს არის ჩვენი სათქმელი, თუ ჩემი სათქმელი გინდათ და ამიტომ დავდივარ და ვიდი კიდე ქუჩებში. კი ბატონო არჩილ, დღეს ყველა უმეტესად ყველა თქვენგანი, ვინც იყო აი ამ შეხვედრაზე, მოვისმინეს განცხადებები, საუბრობდით იმის შესახებ, რომ კრიტიკული მნიშვნელობის არის, რომ ბევრი ადამიანი შეიკრიბოს ხვალ. უნდა ვიყოთ ბევრი, აი ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი ხაზი თქვენი სათქმელის, ხო, იქ შეკრებილი გამომცემლების, ლიტერატორების, მწერლების, აი რატომ, როგორ ფიქრობთ, რატომ არის კრიტიკული საკითხი, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს? ყველა დღე კრიტიკულია, მაგრამ იმიტომ რადგანაც წეგან ვილაპარაკე რა, რომ იმიტომ რომ თუ ესეთ რაღაცაზე არ გამოდიხარ, მაშინ რაზე გამოდიხარ საერთოდ. ისევ იმაზე, როცა მოგშივდება, კი ეგ დროც მოვა, როცა მოგშივდება და როცა გენდომება ჭამა და ეს საჭმელი აღარ იქნება და ხელი აღარ მიგიწვდება, მაგრამ ანამდე ჯობია დამიჯერეთ. აი ეგ არის ჩემი საქმე. ბატონო არჩილ, როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანების უკან დახევა, ეხლა თქვენ რასაც ვიზეც მათ შორის ვისაც ახსენებდით და რაზე საუბრობდით, აი რაზე არის დამოკიდებული, მე-80 დღე იქნება პროტესტის ხვალ? არ ვიცი, იცით როგორ გითხრათ, მაგას ხშირად მეკითხებიან, მე რომ ამ ადამიანების ლოგიკა ვიცოდე, ალბათ ცოტათი მეც თქვენი დაკვირვებით ამ პროცესზე მათნაირი უნდა ვიყო. ნუ აი ჩემი დაკვირვებით კი შინიათ რაოდენობის კი არის აქნეს რა ქვია ესე არ გამოვიდა ცემატყებით, ეხა ეს მოგუდვა ფინანსური, რამდენ
ახლობელს მისდის ეს ჩემ შვილსაც მოუვიდა იმაში ერთი გოგოს ვიცნობ რომელიც ენეადის და ილიადის იმებით დადის მოგდეთ ეს მოსდი რაღაცა აბსურდისტი არჩი ვიმყოფებით როცა წესიერ ადამიანებს წესიერ მოქალაქებს ყარიბებს მოსდით უზარმაზარი ჯარიმები და რაღაცა ისე გამოდის რობინ ჰუდი შეტრიალებულად რა როცა ღარიბს ართმევენ და მდიდარს აძლევენ ეს კრიზისის ნიშნებია თქვენთვის აი რა თქვენ რას დაასახელებთ იცით რა მე ძალიან ვისურვებდი ვნახოთ რა იცით როგორ არის ჯერჯერობით ეს ხალხი თავის დღის განაწესს მიყვება რაღაცნაირად ესე თუ ისე რა თქმა უნდა ვერ ისე არა როგორც უნდათ, მაგრამ თავის დღის განაწესს რაღაცნაირად მიყვება ხო გეუბნებით, აი ყველაზე უარეს მხარეს აღარ მალავენ, ხო? და მალავენ არ ერიდებათ ადამიანებს შორის უარესებში და მათ უარეს გზნობებზე გაკეთება მისი რა ქვია ამაზე თამაში, ხო და არ ვიცი, ნახოთ ეს კაირო არაფერამდე არ მიგვიყვანს, მე ზუსტად ვიცი რა და კარგს რაღაცნაირად არ ველოდები, უბრალოდ როგორ, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის, ახლა სამხარეს დგას ძალა, ფული, უზარმაზარი, იარაღი, პოლიცია, რავი, რაც გინდათ რა. უბრალოდ ეს ადამიანები მეორე მხრივ და მართლა საშიშები არიან, მაგრამ მეორე მხრივ ისეთი კომიკურები და პატარები არიან, რომ ძალიან სირცხვილია, რომ გეშინოდეს მათი რა. ხოდა ნახოთ, ყოველთვის აქვს აზრი ბრძოლას, ნონკონფორმის ყოველთვის აქვს აზრი, სხვანაირად აზრი არ აქვს და პირდაპირ ვიტყვი, რომ აქეთ ხარეს დგას ნიჭიერება და იქით აღარ დგას ნიჭიერება, კი დგას მათ შორის რამდენიმე ყოფილი ნიჭიერი ადამიანი, რომლებზეც მე ძალიან წლება გული, მაგრამ ნიჭიერება და თავისუფლება ერთმანეთის გარეშე არ არსებობს, ნიჭიერება არის გზა თავისუფლებისკენ და პირიქით. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო არჩილ, მადლობას გადაგიხდით. არაფერს მადლობა მოწვევისთვის. წარმატებას გისურვებთ ეს